მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, თქვენი მყოფებით არხზე ახალი სიცოცხლე, ახალი დაბადება და აროსთან ერთად და დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა არის ესეთი შეკითხვა: ტრანსფორმაციის რა ეტაპზეა მოცემულ მომენტში თქვენი არაცნობიერი? მოგეხსენებათ, რომ 2025 წელი, 2026 წელი, 2027 წელი და 2025 წლამდე კიდევ პლუს მინუს 2-3 წელი გვაქვს შემაჯამებელი პერიოდები გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში. სხვადასხვა ადამიანებთან სხვადასხვა საკითხები ჯამდება და ფაქტობრივად სრულდება გარკვეული ციკლები და აქედან გამომდინარე ტრანსფორმაციები განსხვავდება ერთმანეთისაგან. აქედან ამის შედეგად, მოკლედ და გამომდინარე ამ ყველაფრიდან რა შესავალიც გავაკეთე, მინდა რომ დღეს გავშალოთ ესეთი საჯარო გაშლა, რა ეტაპზეა ახლა თქვენი არაცნობიერი, ანუ ტრანსფორმაციის რა პერიოდში იმყოფებით და სრულად იწყებთ, რაღაცა გაცნობიერებები გაქვთ თუ მოკლედ სად ხართ. ასევე ალბათ ჩემი მსმენელებისთვის მეტნაკლებად ცნობილია ეს გარდამავალი პერიოდის მიდედან 5D განზომილებაში და ალბათ იგრძნობდით ძალიან ბევრი თქვენგანი უახლოეს ადამიანებთანაც შეიძლება მოხდეს ეს განსხვავებას პრიორიტეტებს შორის, ანუ ცხოვრებისეული პრიორიტეტები შეიძლება შეგვცვლოდათ ძალიან ბევრს, აი მაგალითად 3D-ში როცა არის წინ წამოწეული მატერიალური საკითხები, 5D-ში ანუ საომარი, საბრძოლო, საჭიდაო, გასაყოფი, დასამტკიცებელი, მოსაპოვებელი თითქოს არაფერი აღარ დარჩა. ანუ თქვენ შინაგანშიც კი შეიძლება ეს რაღაცა მნიშვნელოვანი განსხვავება. არა მხოლოდ სხვა ადამიანებთან დაინახოთ ეს განსხვავება, რაღაც საერთო არა გაქვთ, ანუ საკუთარ თავთანაც კი შეიძლება რაღაცა წყალგამყოფი იგრძნოთ, რომ აი რა მანამდე როგორი ვიყავი და ეხლა როგორი ვარ. ეს არ ნიშნავს არც ერთ შემთხვევაში, რომ ვიღაცა ცუდი დარჩა, ვიღაცა კარგი გახდა, ან ასე შემდეგ და ასე შემდეგ, საერთოდ არ გულისხმობ ამას. უბრალოდ ტრანსფორმაციულად ეს პერიოდი, აი დაპრიორიტეტდება სხვადასხვა საკითხები თქვენს ცხოვრებაში. სწორედ ამიტომ მინდოდა რომ გამეშალა ეს გაშლა თქვენთვის, რომ თქვენც მიმხვდარიყავით დაახლოებით რა არის თქვენთვის ახლა აქტუალური და რაზე უნდა გააკეთოთ აქცენტი. ვარიანტების რაოდენობა მოდი გავაკეთოთ დღეს 3. კაი ხანია ვარიანტებით გაშლა აღარ გამიკეთებია თქვენთვის და ვნახოთ თითოეული ვარიანტისთვის რისი თქმა სურს ტაროს დასმულ საკითხთან მიმართებაში. ნახოთ, დავიწყოთ. არ დაგავიწყდეთ ვიდეოს მოწონება, არხის გამოწერა, გაზიარება, იცით რომ ეს არის მართლა გულწრფელად ვამბობ თქვენთვის პირველ რიგში ენერგეტიკული ბალანსისათვის აუცილებელი ქმედება. ნახოთ, ვარიანტი პირველი, რა ეტაპზეა თქვენი არაცნობიერი. ვარიანტი მეორე, განვითარების რა ეტაპზეა თქვენი არაცნობიერი და ვარიანტი მესამე, განვითარების რა ეტაპზეა თქვენი არაცნობიერი. დააკვირდით ვარიანტებს, პირველი, მეორე და მესამე ვარიანტი. ინტუიციურად აირჩიეთ ჩემო ძვირფასებო, აუცილებლად. აქ არ გვჭირდება საერთოდ გონება, იმიტომ რომ ლოგიკა ამ შემთხვევაში შეცდომაში შემყვანი ფაქტორი შეიძლება გახდეს. დააკვირდით და ნახოთ რა ხდება. განვითარების რა ეტაპზეა თქვენი არაცნობიერი, პირველი, მეორე და მესამე ვარიანტი. რომ არ დაგაყონოთ და დიდი დრო არ წაგართვათ, დავიწყოთ პირდაპირ ვარიანტების გარჩევა, ხოლო ვინც ამ დრომდე ვერ მოასწარით, არ არის პრობლემა, დააპაუზეთ, რომ აირჩევთ, მერე განაგრძეთ ვიდეოს ყურება. ვნახოთ პირველ ვარიანტთან განვითარების რა ეტაპზეა თქვენი არაცნობიერი. ორიანი თასები.
ნახეთ როგორი ორიანი თასები აქვს გამოსახული, ზღვის ცხენი, გადახლართული კუდებით, სხვადასხვა ფერებით. მოდი აქ დავაზუსტებ, რომ ძალიან ვარაუდი არ გამოგვივიდეს, კი საჯარო გაშლა და ბევრი ადამიანის ენერგია, მაგრამ მაინც მინდა რომ ვნახო რას ეხება ეს მდგომარეობა. ზოგადად რა მინდა რომ გითხრათ, იცით, აქ არის პირველ ვარიანტთან რაღაცა არჩევანის ეტაპი, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს წარსულს, ჩემო ძვირფასებო. კი, 4-იანი კვერთხები მოვიდა, 5-იანი ხმლები და 2-იანი ხმლები. კი, უკავშირდება წარსულს და ზოგიერთ შემთხვევაში ეს შეიძლება უკავშირდებოდეს აი ემოციებს წარსულთან დაკავშირებით. შეიძლება ეს იყოს ღალატი, პირიქით, ან შეიძლება იყოს რაღაცა ილუზიური წარმოდგენა თქვენთვის, რომ რაღაცა ძალიან იდეალურად იყო წარსულში და ახლა ეს იდეალები თითქოს გენგრევათ. რაღაცა არჩევანის წინაშე გახართ, აი ესეთი მდგომარეობაა პირველ ვარიანტთან. განვითარების რა ეტაპზე ხართ? თითქოს აი პასუხებს ეძებთ და ამ პასუხებს ეძებთ ყველგან, სადაც შეიძლება რომ იპოვოთ. უბრალოდ ჯერ თითქოს რაღაცნაირად ვერ მიაგენით აი დიდი გორგალის პატარა ცებს, საიდანაც გამოიხსნიდით და დაადგენდით ამ საკითხებს. კი, აი 9-იანი ხმლები, არკანი მზე და 10-იანი თასები. ჩემო ძვირფასებო, აქ რა საინტერესოა. აქ იცით რა არის, ბევრთან პირველ ვარიანტთან, ბევრ ადამიანთან გათამაშდება ისე, რომ თითქოს თქვენ თავს გრძნობთ მოწყვეტილად რაღაცა გარკვეული ადამიანთა ჯგუფიდან. ეს შეიძლება იყოს უშუალოდ თქვენი პირადი ოჯახი, ან დაუშვათ ადამიანთა გარკვეული გაერთიანება, რომელთანაც თქვენ საკუთარ თავს რაღაცნაირად ან აკავშირებდით, ან აიგივებდით. იმიტომ რომ თქვენ ახლა ამ წუთას თითქოს ეძებთ გარდამავალ ხიდებს, ეძებთ თითქოს რაღაცა დამაკავშირებელ გზებს, მაგრამ აი ვერ აცნობიერებთ, კი არა, ძალიანაც კარგად აცნობიერებთ, რომ დაკარგეთ ეს კავშირი, მაგრამ ჯერ ამის მიმღებლობა არ გაქვთ. აი წეღა რო გითხარით, შეიძლება მეთქი საკუთარ თავთანაც გაგიჩნდეთ, რომ აი მანამდე როგორი ვიყავი და ეხლა როგორი ვარ, ან უახლოეს ადამიანებთანაც მიმართებაშიც თქო, აი ესეთი სიტუაცია რა, ნახეთ, აი რაღაცნაირად ილუზიურ ქმედებაში ხართ, ჩემო ძვირფასებო. აი როგორი ილუზიებში ხართ, უყურეთ, მელა მისდევს აქ ფრინველებს, ძალიან პაწეწკინტელა ფრთები აქვს დამაგრებული, რომ აი თითქოს ილუზია აქვს, რომ ამ ფრთებით მიწაზე თუ არა ჰაერში მაინც დაიჭერს და ამ დროს ახლა მიზიდულობის კანონი მოქმედებს ჩვეულებრივად და როგორც კი გადადგავს ნაპირს, აუცილებლად ჩავარდება უბსკულში. აი რაღაცა ესეთი ილუზიები გაქვთ თქვენ თავთან, აი თითქოს რაღაცნაირად არ იღებთ რაღაც რეალობას. მესმის, რომ ეს რეალობა თქვენთვის მტკივნეულია, მესმის, რომ ეს რეალობა თქვენთვის დამთრგუნველი, ან საშიში, ან რაღაცა ისეთთან დაკავშირებულია, რაც თქვენთვის არ არის მნიშვნელოვანი. უბრალოდ არ არის მნიშვნელოვანი, კი არა, არ არის უმნიშვნელო და ძალიან დიდი დრო გაქვთ ამ ყველაფრისთვის დათმული, დიდი ენერგია გაქვთ დათმობილი და გენანებათ, მაგრამ ნუ ფაქტი არის, რომ აი ეხლა ამ ეტაპზე თქვენი არაცნობიერი ზუსტადაც რომ აცნობიერებს იმ მოცემულობას, რომ რაც იყო, ისე ვეღარ იქნება და უნდა აირჩიოთ, კი ბატონო, აი 7-იანი თასები, უნდა აირჩიოთ, შემდგომ საით უნდა წახვიდეთ.
კი, აი არკანი ცხრიანი პენტაკლები, არკანი სამყარო. რაღაცა, იცით რა არის? რაღაცა ციკლი სრულდება და არჩევანი აქ რაში მდგომარეობს? უმთავრესი არჩევანი, რომ აქცენტი ეხლა გააკეთოთ საკუთარ პიროვნულ ზრდაზე, საკუთარ კონცენტრაციაზე, საკუთარ თვით აი გამოხატვაზე, ოღონდ ეს არ უნდა გააკეთოთ რაღაცა ეგოისტურად და ისე რომ შებღალოთ და შელახოთ ადამიანების ინტერესები, მაგრამ იცით რა არის, საკუთარ თავის არჩევა ხანდახან სიყვარულის გამოვლინების უმთავრესი აქტია ხოლმე და აი თქვენ შემთხვევაში რატომღაც მომდის ეს ენერგია, რომ თუ აქამდე ირჩევდით ყოველთვის სხვის სასარგებლოდ ქმედებას, რაღაცნაირად დრო დადგა, რომ საკუთარი თავის სასარგებლოთაც გააკეთოთ არჩევანი. აი თითქოს აი ამ გაცნობიერებებამდე მიგიყვანათ თქვენმა არაცნობიერმა ტრავმებით, ტკივილებით უკაცრავად, მაგრამ მაინც მიხვედით თითქოს ამ ყველაფრამდე. ნახოთ რა უნდა რჩევის სახით რომ მოგცეთ ტაროს პირველ ვარიანტს უფრო სწორად. აი own your path. ანუ ფლობ შენს წარსულს, აი იბატონო უნდა შენს წარსულზე და რას ნიშნავს? ნახეთ, ის რომ წარსულის გადაწერო, აი გადაწერის პროცესი ხო თქვენ არ შეგიძლიათ, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ რა გავლენას მოახდენს ეს წარსული თქვენზე, როგორ დაგატრიგერებთ, როგორ ემოციურ არამდგრადობას ან პირიქით ემოციურ მდგრადობას შეგიქმნით, ხო? ანუ embrace your choice and let them become your wisdom. ანუ თქვენს გადაწყვეტილებებს თუნდაც შეცდომით, ეხლა ამ გადმოსახედიდან რო უყურებთ, ხო? წარსულს მაინც ეცით პატივი, მიუხედავად ყველაფრისა, იმიტომ რომ ეს არის თქვენი ახლანდელი სიბრძნის შემქმნელი და მაფორმირებელი მდგომარეობა და გარემოება. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, მე ტყუილად არ მithქვამს, აი ნახეთ, როგორი გატეხილი სარკია და სხვადასხვა განზომილებაში შიშები და ასე შემდეგ ამ ადამიანის ტვინში სხვადასხვანაირი სიუჟეტები ვითარდება, რომ თუნდაც იგივე მაგალითად ესე რომ მოვიქცევი, ესეთი რეაქცია ექნება ხალხს, ამას რო ვიტყვი, ესე მეტყვიან და ასე შემდეგ და ხშირად ადამიანები უბრალოდ არაფერს არ ვამბობთ იმის გამო, რომ წარსულში გამოცდილება გვაქვს მტკივნეული რიგ საკითხებთან მიმართებაში. აირჩიეთ თქვენი თავი, პატივი ეცით საკუთარ თავს, პატივი ეცით იმ მდგომარეობას, რა მდგომარეობაშიც თქვენ ახლა ხართ და გაითვალისწინეთ, რომ ამას არ ვამბობ ეგოიზმით განპირობებული პოზიციიდან, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, თვით სიყვარული, ღვთიური სიყვარულის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია. გიყვარდეს თავი შენი, ვითარცა მოყვასი შენი. გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი. ეს არის ფაქტობრივად ერთგვარი მათემატიკური ტოლობა გინდათ დაარქვით თუ რაც გნებავთ ის დაარქვით, რაც ზუსტად აფორმულირებს იმას, რომ რამდენადაც შენ გიყვარს შენი თავი, ისე გიყვარს შენი კეთილის მყოფელი და რამდენადაც გიყვარს შენი კეთილის მყოფელი, ისე გიყვარს შენი თავი. ამიტომ, ჩემო ძვირფასებო, ეს არის ბალანსის თავარი პრინციპი და ნუ შეეწინააღმდეგებით ამ ბუნებრივ ბალანსს. აირჩიეთ თქვენი თავი, საკმარისია სხვების არჩევა. აი ესეთი იყო პირველი ვარიანტი. იმედი მაქვს რეზონირდა და თუ რეზონირდა აუცილებლად გელოდებით კომენტარებში ჩემო ძვირფასებო. ეხლა კი გადავიდეთ მეორე ვარიანტზე. და მეორე ვარიანტი განვითარების რა ეტაპზეა თქვენი არაცნობიერი. აქ მოვიდა უმაღლესი არკანი ქურუმი ქალი. განვითარების არაცნობიერ მდგომარეობაში მე შემიძლია აქ გითხრათ ის, რომ თქვენი ინტუიცია ფაქტობრივად არის გამოხატულების უმაღლეს მდგომარეობაში. თქვენ
აი აქ თუ დააკვირდებით 8 ფეხას ფეხებია გამოსახული ამ არკანზე. იცით როგორი სიტუაცია საცეცებით, ანუ 8 ფეხა ზოგადად ითვლება ეხლაც კი, აი 21 საუკუნეა, ხო? ითვლება არსებად, რომლის ამოხსნაც ბოლომდე მეცნიერებმა ვერ შეძლეს და ზოგიერთი მეცნიერი ამ არსებას უცხო პლანეტელსაც კი უწოდებს ხოლმე. აქედან რომ გამოვიდეთ ამ არკანიდან, ხო, აქ შეგვიძლია ვთქვათ ესეთი რაღაცა, რომ თქვენ ახსნადი მოცემულობით, შეიძლება ესეთი კონკრეტული ფაქტებით, არა გაქვთ რაიმე დამამტკიცებელი საბუთები რაღაცეებთან ან ვიღაცეებთან მიმართებაში, მაგრამ ზუსტად იცით, აი ერთგვარად საცეცებით გრძნობთ და შეიგრძნობთ სამყაროს და აი ეს საცეცებით მიიკვლევთ გზას. თქვენი ინტელექტი არ არის დასწავლილი ინტელექტი, თქვენი ინტელექტი არის რაღაცნაირად თან დაყოლილი, აი 8 ფეხა რო ბოთლში ჩასვა, ხო, მას აქვს ინტელექტი ისეთი, რომ მოხსნას სახურავი ბოთლს, ეს დიდი 8 ფეხა და გადმოვიდეს და თავი გადაირჩინოს. ანუ თქვენ გაქვთ ესეთი უნარი თვით გადარჩენის, ოღონდ ეს არის აბსოლუტურად რეფლექსური, ეს არ არის დასწავლილი, ეს არ არის რაღაცნაირად წიგნებში ამოკითხული ან რაღაც უმაღლეს სასწავლებელში შესწავლილი, რეფლექსური თვით გადარჩენის ინტუიციური, არაჩვეულებრივად ინტუიციური უნარი გაქვთ. და ეტაპი, რასაც ახლა თქვენ გადიხართ, ჩემო ძვირფასებო, არაცნობიერად არის ზუსტად აი ამ თქვენი უნარების გაანალიზება, რომ ეს შემძლებია, ეს ესე გამომდის. აი თქვენ თვითონაც კი გაოგნებული და გაოცებული ხართ ხანდახან საკუთარი უნარებით, რასაც აქამდე თქვენ არ იცნობდით, ესეთი თქვენი თავი თქვენთვის იყო უცხო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თურმე გქონიათ ეს მდგომარეობა. ნახოთ კიდევ რას გვეტყვის, რა ეტაპზე ხართ განვითარების, ჩემო ძვირფასო, მეორე ვარიანტო. არაცნობიერი განვითარების რა ეტაპზე ხართ? კი, აი 8-იანი პენტაკლები. ნახეთ, ანუ თქვენ შეგიძლიათ მანიფესტაციით შექმნათ თქვენი რეალობა. საოცარი მანიფესტაციის უნარი გაქვთ, მეორე ვარიანტს, აი საოცარი შეიძლება ასე ითქვას. 6-იანი პენტაკლები, კი ბატონო, და ხართ ამავე დროს ძალიან სამართლიანი, ძალიან თანაბარზომიერი. არ ითხოვთ არასოდეს არც ხვებისთვის და არც საკუთარი თავისთვის იმაზე მეც ვიდრე გეკუთვნით. მაგრამ აი ესეთივე სამართლიანი და თანაბარზომიერი ხართ ადამიანების მიმართ დასჯაშიც, ან განკითხვაშიც, ან განკიცხვაშიც. ანუ დამსახურებულად კაცრი ხართ, ან დამსახურებულად სჯით ვიღაცას თუ ეს ადამიანი იმსახურებს, ან პირიქით რა, დამსახურებულად გულმოწყალე და თბილი ხართ. მოკლედ, თქვენს შემთხვევაში სასწauლის ონი პინაა, როგორც იქცევიან, ისე ექცევით თქვენს. ეს ძალიან კარგია. და აი პენტაკლების დედოფალი. კი ბატონო, აი შეიძლება როგორი სიტუაცია იყოს, იცით? ვიღაცისთვის ეს თქვენი ქმედება იყოს გაუგებარი რა ნაწილში, რომ აი როგორი ანგარიშიანი გახდა, ხშირად შეიძლება ესეთი, აი როგორი ისეთი გახდა, რომ აი ყველაფერს ითვლის. იცით რა არის, მესმის, რომ ხანდახან ემოციები დათვლადი არ არის, მაგრამ მე პირადად მქონია ისეთი გამოცდილება არაერთხელ სხვათა შორის, რომ ადამიანებისთვის დამითმულია ძალიან ბევრი დრო, ძალიან ბევრი სიყვარული, ძალიან ბევრი მხარდაჭერა, ძალიან ბევრი თანადგომა. და იცით რა, ამ ადამიანებს ეს ჩაუთვლიათ, რომ ეს ესე იყო და ამ დროს მე დრო მოვაკელი ჩემს საკუთარ საქმეს, ჩემს საკუთარ ოჯახს, ჩემს საკუთარ შვილებს, ხო, დაუშვათ და მეუღლეს მოვაკელი მაგალითად დრო და ეს ამათმა ჩვეულებრივად მიიღეს, რომ თითქოს ისინი იყვნენ პრიორიტეტები. ამ დროს ჩემი არჩევანი იყო, რომ იმ მომენტში ისინი დავაპრიორიტეტე, ხო? და მე რო დამჭირვებია, მათ არ აურჩევიათ ჩემს სასარგებლოდ ეს პრიორიტეტები. რა თქმა უნდა, ეხა ყოველთვის ესე უტრირებული მაგალითის სახით არ მიიღოთ, რომ აი რასაც გავცემ ის უნდა დამიბრუნდეს. მაგრამ რასაც გავცემ იმის 10% მაინც დამიბრუნდეს, ხო? აი თქვენ შემთხვევაში ეს ბევრჯერ რო გაეცით და არაფერი არ დაბრუნდა, ხო? ეხლა დაიწყეთ ანგარიში. ეხლა დაიწყეთ უკვე ბალანსი, რომ იცი რა, მომეცი.
სხვა შემთხვევაში არავითარ შემთხვევაში და იცით რა მომწონს თქვენს შემთხვევაში მეორე ვარიანტი, რომ სხვა ადამიანებისგან არ ელოდებით მიუხედავად ამ ხელა პროცესისა ტრანსფორმაციის, ხო? თქვენ სხვებისგან მაინც არ ითხოვთ, თქვენ ისევ მზად ხართ რომ გასცეთ, მაგრამ უკვე უკვირდებით ვისთან რას გასცემთ. აქამდე თუ არ უკვირდებოდით მეორე ვარიანტი და ესე ყველას ურიგებდით თქვენს თუნდაც მარტივად რო თქვა ღიმილს, ხო? და სითბოს. ეხლა ესე აღარ არის. ეხლა შეიცვალა, ეხლა უღიმით მას, ვისგანაც საპასუხოდ ღიმილსაც და სითბოსაც იმსახურებთ. აი ესეთი არის მეორე ვარიანტი, ჩემო ძვირფასებო, მინდა რომ ამოვიღო აქ აუცილებლად რჩევა. მეორე ვარიანტი მე ძალიან მომწონს თქვენი ახლანდელი ენერგია, რაღა დაგიმალოთ. შეიძლება ეს გარკვეულწილად იზოლაციას იწვევს ადამიანთა ფართო მასებისგან, მაგრამ იცით რა არის ჩვენი მიზანი? ფართო მასებში გათქვეფა თუ ჩვენი ინდივიდუალიზმის შენარჩუნება და ჩვენი სულელი მისიისკენ სიარული? აი ეს კითხვა დაუსვით თქვენ თავს. ნახოთ აბა კიდევ რჩევის სახით რისი თქმა სურს ტაროს მეორე ვარიანტისთვის. სასწაულია, შექმენით თქვენი პირადი კარმა. როგორ მიყვარს ღმერთო, აი გაოგნებული ვარ რომ საუბრობ და მე ამომაქ არკანები და ერთ-ერთში პასუხობს, ადასტურებს ყველაფერს. თქვენი დღევანდელი ქმედებები აყალიბებს თქვენს მომავალს. დღეს მიღებული გადაწყვეტილებები მოქმედებს თქვენზე ხვალ. ეს არის კარმა. ანუ და აირჩიეთ, ვაი პირდაპირ წერია make choices that align with your highest good. ანუ თქვენ საუკეთესო მიზნამდე, თქვენ საუკეთესო გამოხატულებამდე, თქვენ საუკეთესო როგორ ვთქვა, სურვილებამდე, არჩევნებამდე თუ რაც გინდათ მიგიყვანთ თქვენი გაცნობიერებული არჩევანი. ამიტომ აირჩიეთ გაცნობიერებულად, ჩემო ძვირფასებო, საკუთარი თავი, საკუთარი მიზნები. იცით რა, პირველი ვარიანტი მეორე ვარიანტს ვერ გავს, მაგრამ შეიძლება პირველი ვარიანტიდან გარკვეული ადამიანების ჯგუფი გადმოსულიყო მეორე ვარიანტზე. ოღონდ იცით როგორი სიტუაციაა? პირველ ვარიანტს ჯერ კიდევ ტანჯავს სინდისის ქენჯნა, რომ საკუთარ თავს ირჩევს რიგით შემთხვევებში. აი მეორე ვარიანტს უმრავლეს შემთხვევაში სინდისის ქენჯნის მომენტი ჩახსნილი აქვს. ერთადერთი რაც შეიძლება ჯერ კიდე არ არის ბოლომდე განეიტრალებული, არის ის, რომ შეიძლება სხვა ადამიანები თავს გესხმიან არაპირდაპირ, რომ აი რატო არ მკითხულობ, რატო არ მოდიხარ, რატო არ მithმობ დროს, რატო არ მჩუქნი საჩუქარს და ასე შემდეგ. აი პირველ ვარიანტს მეორე ვარიანტისგან განსხვავებით, კი ორივე არჩევანს აკეთებ საკუთარ თავზე, მაგრამ მეორე ვარიანტი ცოტა წინ არის ამ ნაწილში, რომ სხვა ადამიანების შეფასებები უკვე იმდენად აღარ ატრიგერებს და აღარ რეაგირებს საკუთარ თვითშეფასების კონტექსტიდან გამომდინარე და პირველ ვარიანტს ჯერ კიდევ გტანჯავთ ეს თვითგვემა, რომ აი არ ვარ საკმარისად კარგი თუ მაგალითად რაღაც შემთხვევებში ავრჩიე ჩემი თავი და არ ავრჩიე თუნდაც მეუღლე. პირობითად ვამბობ ამას რა. რა თქმა უნდა ეს არჩევანი ყოველწამიერად ხდება, მაგრამ მთავარია რომ რატომ ირჩევთ, აი ამას მიაქცეთ რა ჩემო ძვირფასებო, რატომ ირჩევ და ეს არ გააკეთოთ რაღაცნაირი დამსჯელობითი შურისმაძიებლური პოზიციიდან. უბრალოდ იცხოვრეთ თქვენი საკუთარი პირადი ცხოვრებით, რადგან როცა გადავალთ ამ სამყაროდან სულიერ სამყაროში და მარადიულ სამყაროში, ხო, სადაც სულები მარადიულად ცხოვრობენ, იქ პასუხს ვაგებთ მხოლოდ ჩვენი ნაცხოვრები ცხოვრების გამო და არა სხვების ცხოვრების გამო. აქედან გამომდინარე ეცადეთ რომ დაუთმოთ საკუთარ თავს, საკუთარ ცხოვრებას, უფრო მეტი დრო ვიდრე დაუთმოთ საკუთარ სხვა ადამიანების ცხოვრებას. ვნახოთ მესამე ვარიანტი, განვითარების რა ეტაპზეა ახლა თქვენი არაცნობიერი და აქ მოვიდა მესამე ვარიანტთან 6-იანი პენტაკლები.
ექვსიანი პენტაკლები. პრინციპში აქაც გარკვეული წინსვლა გაქვს მესამე ვარიანტთან. შეგვიძლია ესე ვთქვათ, უბრალოდ აქ მინდა რომ რაღაცებს იცით რა, ექვსიანი პენტაკლები მესამე ვარიანტთან არის როგორი მდგომარეობა, მე თქვენ გეტყვით ახლა. განვითარების რა ეტაპზე ხართ? გრძნობთ შინაგან ძალას, ჩემო ძვირფასებო, გრძნობთ შინაგან ძალას, მაგრამ ჯერ არ იცით საით მიმართოთ, რა გააკეთოთ და ცოტა შიშიც გაქვთ აქ მესამე ვარიანტს, აი თითქოს რაღაცა უკან იხედებით, თითქოს რაღაცა ისეთი მდგომარეობა გაქვთ, რომ თქვენი წარსული ხომ არ მოგდევთ. ანუ თითქოს რაღაცნაირად დააღწიეთ თავი წარსულის ჩრდილებს, ტრამვებს, უარყოფით გამოცდილებებს, ხო? მაგრამ აი აქ და ახლა მაინც წარსულში იყურებით იმ საფრთხის და შიშისგან გამომდინარე, რომ ხო არ მომდევს წარსულში რამე, წარსულიდან რამე ისეთი, რაც ხელს შემიშლის მომავალში წინსვლაში. მაინტერესებს რას უკავშირდება ეს თქვენი შიშები. 4-იანი კვერთხები მოვიდა, 7-იანი თასები და არკანი მაგი. რას უკავშირდება შიშები? არკანი განდეგილი, 8-იანი კვერთხები და 6-იანი ხმლები. აი, 10-იანი ხმლები, არკანი სამსჯავრო და 8-იანი თასები. იცით რა არის ჩემო ძვირფასებო, აქ ემოციური იზოლაციასთან მაქვს საქმე უფრო მეტად. ემოციურ იზოლაციასთან ყველასა და ყველაფრისგან. ანუ ძალიან ერთეული ადამიანები იქნებიან ახლა თქვენს სივრცეში, მესამე ვარიანტი, ვისაც თქვენ აი რაღაცნაირად ენდობით, ოღონდ ენდობით რა ნაწილში, რომ არ დაგაზიანებენ. აი ამ ნაწილში ნახეთ, შეიძლება ძალიან ბევრ ადამიანთან ურთიერთობთ, ძალიან ბევრი ადამიანი არის თქვენ გარშემო, კომუნიცირებთ, იმიტომ რომ აქ არკანი მაგიც მოვიდა, 4-იანი კვერთხებიც მოვიდა, აი რაღაც ოჯახი, შეიძლება დიდი რაღაცა ის იყოს, სოციუმი, ერთი შეხედვით თითქოს თქვენ გარშემო, მაგრამ აი 1-2 ადამიანი შეიძლება იყოს, ვისგანაც თქვენ არ გრძნობთ პოტენციურ საფრთხეს. აი რაღაცნაირი ისეთი სიტუაცია მესამე ვარიანტთან, აი გარდამავალ, მნიშვნელოვან გარდამავალ ეტაპს გადიხართ, მაგრამ ჯერ არ ახართ მოძლიერებული საკუთარ როგორ თქვა, საკუთარ თავის არ გჯერათ, არ გჯერათ, მიუხედავად იმისა, რომ ხართ აი ლოსი აქ გამოხატული, ხო? მგონი ლოსი ქვია ცხოველს, თუ სწორად, ნუ ყოველ შემთხვევაში, ანუ დიდი ტანის ცხოველია, მაგრამ არის ბალახის მჭამელი, არ არის მტაცებელი, დიდია, თვითონაც შეუძლია რაღაცა ერთიანობაში თავისი უსაფრთხოება დაიცვას, მაგრამ იყურება მაინც უკან, ანუ აქ რომ მტაცებელი სიტუაცია იყოს, აი აქ რომ მტაცებლები გამოეკიდნონ, დაუშვათ, ხო, ამ ცხოველს, ერთადერთი რაც შეუძლია იქნება გაქცევა და აი ამ გაქცევითაც როგორი სიტუაცია იცით, შეიძლება გაიქცეს და თავი დააღწიოს, შეიძლება ვერ. ამიტომ რაღაცნაირად გარინდებას ირჩევთ თითქოს, კი, რაღაცნაირად გარინდებას ირჩევთ და რაღაცნაირად თითქოს აი ფრთხილად მიდიხართ წინ, რომ ვიღაცას თვალში არ მოეჩხიროთ და ვიღაცამ რაღაცა არ დაგაზიანოთ. აი, ხო ვამბობ, გააქვთ საკუთარი რწმენის ძალის აღქმის უნარი, გააქვთ, აღიქვამთ, რომ ხართ ძლიერი, მაგრამ არ გჯერათ და შესაბამისად თუ არ გჯერათ, ვერც იყენებთ ამ საკუთარ ძალას, ანუ რესურსი გაქვთ, რომელსაც არ იყენებთ. აი ეს არის. მესამე ვარიანტი, კიდევ ნახოთ აქ რა ხდება, არკანი შეყვარებულები, არკანი ცხრიანი ხმლები, არკანი პენტაკლების ტუზი. აი პირდაპირ გითხარით, რესურსი გაქვთ, რომელსაც არ იყენებთ. აგერ ამაზე მეტი რა გითხრათ, ხო? რესურსი, რომელსაც არ იყენებთ, ანუ ჯერ ვერ აირჩიეთ საკუთარი თავი, ვერ დააღწიეთ თავი იმ შიშებს
ბოლომდე მესამე ვარიანტი. თქვენს ადგილას მოდი ვნახოთ რჩევა, რას გირჩევთ ტარო, აი ამ მოცემულ სიტუაციაში მესამე ვარიანტი. რაღაცა უძრაობას მიჩვენებს, აქ უძრავ ენერგიას მიჩვენებს, გარინდებას მიჩვენებს თითქოს. აი რა როგორ თქვა, იცით, თქვათ თქვენი ბრალიც არ არის, იცით? აი რო ავიღოთ მაგალითად ლოკოკინა, რო ავიღოთ კუ, ხო? ეს ცხოველები თვითონ ცხოველები რა არსებები არაფერს არ აზიანებენ პირობითად ვამბობ, ესე მტაცებლურად არაფერს თავს არ ესხმიან, მაგრამ მათ როცა ესხმიან თავს, ერთადერთი აქვთ რომ დაიმალნონ თავიანთ ნიჟარაში. იმიტომ რომ სწრაფად ვერ მოძრაობენ, თუ მოძრაობენ შეიძლება სხვა უფრო მეტი საფრთხე შეექმნათ, ხო? აი რაღაც ესეთი სიტუაციაა რა, რეალურად გაქვთ ეს რესურსი, მაგრამ რაღაცნაირად არ ხართ იმ მოცემულობაში სამყაროსეულად, რომ ეს რესურსი თქვენ სასარგებლოდ გამოიყენოთ. ცოტა შეშინებულები ხართ. მესამე ვარიანტი. ნახოთ აბა რჩევას რას გეტყვით. აი რომ ვამბობ, რომ შეშინებულები ხართ თქო, ნახეთ როგორი ეს არის გამოსახული, აი აქ დააკვირდით დაუცველი ერთი ადამიანი, ანუ მოხუცი, ასევე დაუცველი მეორე ადამიანისგან, ბავშვისგან, რომელიც უმწიფარია და ესეთი არა აქვს გამოძლება, ელოდება დახმარებას, ელოდება ჩაჩოქილი მდგომარეობიდან ფეხზე აყენებას. ან ორი უმწეო ადამიანი ეხმარება ერთმანეთს და უკან ნახეთ, ჩვეულებრივ ჯანმრთელი, ჯანსაღი ადამიანები დგანან და ამ სცენას უყურებენ. აი ეს არის ნახეთ, თქვენს შემთხვევაში თითქოს რო გითხარით, რომ ბევრი ადამიანი ყავთ, სოციუმი გახვევიათ გარს და ასე შემდეგ, ეს არის თქვენი სოციუმი, რომელიც არც ერთი მათგანი მზად არ არის, რომ თქვენს დასახმარებლად ერთი ნაბიჯი გადმოდგას და თავი შეიწუხოს. მზად არის მხოლოდ თქვენსავით უმწეო, თქვენსავით უმწეოდ ცუდი გაგებით არ ვამბობ, თქვენსავით სუფთა, თქვენსავით ნათელი გულის ადამიანი, ბავშვი, რომელიც ჯერჯერობით არ დაუზიანებია ამ ცხოვრების ამაოებას, აი ესე მინდა რომ ვთქვა ეს და ანუ სიკეთე პირდაპირ წერია აქ რჩევის სახით, სიკეთის გჯეროდეთ, სიკეთე ქმნის და აფორმირებს რეალურად დადებითი ცვლილებების შესაძლებლობებს. ნუ შეაფასეთ, აი რო გითხარით ერთეული ადამიანები თქვა, 1-2 ადამიანი შეიძლება იყოს, ვისაც ენდობით თქო. აი ეს ერთეული ადამიანია, აი ამ ბავშვის სახით. შეიძლება არ აქვს განსაკუთრებული არც სტატუსი, არც მატერიალური რესურსი, არც რაღაცა ისეთი გავლენები არ აქვს, ასე რომ ვთქვათ, ხო? მაგრამ სამაგიეროდ თქვენ გვერდით არის, ჭეშმარიტად არის თქვენ გვერდით და იმ გულით არის, რა გულსაც შეუძლია თქვენი კურნება. თქვენ აქ დაზიანებული ხართ მესამე ვარიანტი, თქვენ აქ გაქვთ შიშები, თქვენ აქ გაქვთ ძალიან ბევრი ტრავმები, მიტოვების უარყოფის, შეიძლება ზოგიერთ შემთხვევაში აქ იყოს სიკვდილის ყველაზე ღრმა ტრავმა და შიშიც. აი ამას კურნავს თავის დაუნებურად აი ეს პაწაწინა უმწეო ადამიანი თქვენს გვერდით. შეიძლება არანაირი განსაკუთრებული წვლილი არ შეაქვს ამ პიროვნებას თქვენს ცხოვრებაში, ასეთი ან შეიძლება საერთოდ არც ხართ ერთ სივრცეშიც კი არ ხართ, შეიძლება სხვადასხვა ქვეყანაშიც ხართ მაგალითად, მაგრამ ის რომ ვიღაცა არსებობს, ვისაც თქვენზე მართლა გული შესტკივა, ხო? ეს ადამიანისთვის არის იმედის ნაპერწკალი, ეს არის ადამიანისთვის ხვალინდელი დღის გათენების შიშისგან გათავისუფლების შესაძლებლობა. როგორი იქნება ხვალინდელი დღე, მე თუ მარტო ვიქნები, ეს სულ სხვა არის, მაგრამ როგორი იქნება ხვალინდელი დღე, თუ ჩემთან ერთად იქნება სხვა, ვისაც ვენდობი, თუნდაც ბავშვი, თუნდაც ადამიანი, რომელთანაც არაფერი მნიშვნელოვანი მოლოდინები არ გამაჩნია, ხო? აი ეს არის თქვენ შემთხვევაში, აი ამ გაცნობიერებებს გადიხართ, ჩემო ძვირფასებო და გადიხართ თქვენი ტრანსფორმაცია როგორ ეტაპზე გადადის, იცით, რომ ხვდებით, რომ შეიძლება ფულიც გქონდეს, შეიძლება გავლენაც გქონდეს, შეიძლება სტატუსიც გქონდეს, სახლი გქონდეს, კარი გქონდეს და 1000 ყველაფერი გქონდეს და არაფერი არ აკლდეს, მაგრამ არ იყოს მზად ელემენტარულად
რომ თქვენთვის ნაბიჯი გადმოდგას და მას ვისაც არაფერი არ გააჩნია მხოლოდ საკუთარი თავი და უმწეობა აქვს ის არის მზად რომ რაც აქვს აი ესე გულწრფელად ჩაჩოქილ მდგომარეობაში მოგცეთ აი ეს არის თქვენი გადაფასება ხდება თქვენი პრიორიტეტების და არაცნობიერ დონეზე განკურნებათ რომელიც არ არის მოკლე და მცირეხნიანი პროცესი მაგრამ თავარია რომ ეს პროცესი დაწყებულია და ამ პროცესში ერთი ადამიანი მაინც არსებობს თქვენს გვერდით და თუ ის ერთი ადამიანიც მესამე ვარიანტი არ მოიძებნება გახსოვდეთ რომ ღმერთი არის თქვენ გვერდით არ მიყვარს მე ის გამოთქმა თავზემოთ ძალა არ არისო ყოველთვის ვასწორებ ამ გამოთქმას სადაც შემიძლია და სადაც ეს მესმის რომ თავზემოთ არის ღმერთი გჯეროდეთ რომ თქვენ არ იქნებით მარტო აი ესეთი იყო სამივე ვარიანტისთვის დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლა იმედი მაქვს რომ რეზონირდა იმედი მაქვს რომ მოგეწონებათ და იმედი მაქვს რომ არ დაიშურებთ კომენტარებს უკუკავშირისთვის გაზიარებას და მოწონებას გისურვებთ ბედნიერ დღეს წარმატებულ დღეს და გისურვებთ შვიდობას პირველ რიგში დროებით